მოგესალმებით დილამშვიდობის. უპირველეს ყოვლისა ვფიქრობ აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში არის არა მართლ საჯულება, არამედ ჩვეულებრივი შუა საუკუნეებრივი რაღაც სანახაობრივი რიტუალური დასჯის ცერემონიები, მისთვის რომ გაიხაროს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მეტი არაფერი. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ჩემს პოლიტიკურ ძალას ეს აქვს შეფასებული არაერთხელ და შევაფასებ დღესაც, როგორც უკიდაგანო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გამოხატულებას. ამას განაპირობა ის, რომ ნაცვლად სწორი, რაციონალური პოლიტიკური ბრძოლის ფორმებისა მოხდა ისაც მოხდა და ამის შედეგად ათობით ადამიანი საპატიმროშია გამწესებული და ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური უმწიფრობის და პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გამოხატულება იმ პირთა მხრიდან, ვინც ადამიანები წაიყვანა ამ გზით. მაშინ როდესაც იმავე დღეს შეიძლებოდა ძალიან ჭკვიანური რაღაცის გაკეთება რეჟიმის წინააღმდეგ, ისეთი რაღაცის, რაც დაასუსტებდა ამ რეჟიმს და მას წაართმევდა რამდენიმე მსხვილ ქალაქს და მილიარდობით დაფინანსებას. და ნაცვლად ამისა, რაც მოხდა ყველამ ნახეთ. და ეხლა მაინც ეგრე დავფიქრდეთ, რა ჯობდა რაციონალური, სწორი პოლიტიკური ბრძოლა ყველასი ერთად თუ აი ეს რაღაცა, რაც ნახეთ, ხო? ეს ძალიან სამწუხარო მომენტი, რომლის შედეგადაც ადამიანები სამართლებიან ისედაც რომ რისკის ქვეშ არის ადამიანი, რომელიც ამ რეჟიმს ებრძვის, ხო? მათ შექმნეს დამატებითი საბაბი ამ ყველაფერთვის და ეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ძალიან დიდი გამოხატულება. სხვა საქმეებიც არის გზაში, მათ შორის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რომელზეც 10-მდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებულებს შორის კი არიან ლელოს დამფუძნებლებიც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ამიტომ რამდენიმე წუთი ამ საქმეზეც გავიჩერდეთ, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ თუ კი აღნიშნულ საქმეზე პროცესი აქამდე ორ თვეში ერთხელ ინიშნებოდა, სადღაც ორ თვეში ერთხელ ინიშნებოდა, ახლა პროცესი ასე ვთქვათ აჩქარდა და სასამართლო საქმეზე კვირაში ორჯერ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს მსჯელობს. რაც შეეხება მოლოდინებს, ბევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსების საქმეზე განაჩენი უკვე სადღაც სექტემბრამდე უნდა დადგეს. აი რას შეიძლება ნიშნავდეს საქმის განხილვის დაჩქარება, ეს მინდა გკითხოთ, რისთვის შეიძლება ემზადებოდეს ქართული ოცნების ხელისუფლება და მეორე მხრივ რისთვის ემზადებით თქვენც ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერებსაც ცალსახად დაპატიმრების რეალური საფრთხე ემუქრებათ. მე ვფიქრობ ეს ესკალაცია და დაჩქარება მოწმობს იმას, პირველ რიგში ივანიშვილი არის ძალიან გაბრაზებული. ამავე დროს ის არის გაწმილებული. რატომ? იმიტომ რომ ის მითი, რასაც მას როგორც ჩანს, რითაც მას კვებავდნენ, იმასთან დაკავშირებით რომ მოხდება სტაბილიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოხდება გარკვეული სტაბილიზაცია ევროპულ კავშირთან და სტაბილიზაციაში ხოცი არ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანამ არ დააკარგოს რამე, სტაბილიზაციაში ხოცი გულისხმობს იმას, რომ ბიძინა არ დასანქცირდეს, ხო? ეს დიდი განსხვავება არის. ჩემთვის სტაბილიზაცია არის, რომ ქვეყანამ არ დააკარგოს ინვესტიცია, მაგალითად, ხო? ქვეყანამ არ დააკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია, ქვეყანამ არ დააკარგოს შანსები, შესაძლებლობები და ასე შემდეგ. და ხოცისთვის სტაბილიზაცია არის, რომ ბატონი ბიძინა იყოს კარგ ხასიათზე. და ბატონი ბიძინა არ არის კარგ ხასიათზე. იმიტომ ჩვენ ნახეთ 3 ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. მესამეს დროს თითქოს იყო ხო რაღაც გარკვეული ტიპის დინამიკა, თითქოს რაღაც რომ წასულიყო წინ, მაგრამ ნახეთ რომ 2 დღის თავზე ყველაფერი წავიდა ისე უკან. გამოვიდა კობახიძე, თქვა რა რუბიო თითს ნუ გვიქრავს რა ხო ჭკუას ნუ გვასწავლის რა. რატომ? იმიტომ რომ ხოცურ ფასად ვერ დავაგდენ, რასაც მე ვამბობდი მე პირადად. თუმცა თუ კი ახლა გაბრაზებული, გაწმილებული და ცუდ ხასიათზეა ბიძინა ივანიშვილი, როგორც თქვენ იძახით, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე განაჩენის სწრაფად დადგომა და ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში გაშვება, რაც ახლა ბრალდებიდან გამომდინარე სავსებით მოსალოდნელი და შესაძლებელია, მას კარგ ხასიათზე დააყენებს? ზოგადად ივანიშვილს უცრავი ხასიათები აქვს, ცნობილია, ასე რომ არც ის გამოკვირდება კარგ ხასიათზე დააყენოს, იმიტომ რომ ის ხო არ არის რაციონალური, პოლიტიკოსი არ არის, ხო? რაციონალური მოქმედი პირი არ არის. ის არის აფექტების კაცი, ამიტომ დიდ სიამოვნებას მიიღებს ამით. უდაოდ, ასე მგონია. თუმცა მე მას არ ვიცნობ, მაგრამ საქმეზე ბევრი ვიცი მასზე და აი 6 წელია ყოველდღიურად ვუყურებ როგორ აზროვნებს, ხო? იმიტომ რომ ამ ქვეყანას არც ერთი სხვა ლიდერი არ ყოლია, ბუნებრივია, არც ერთი სხვა გადაწყვეტილების მიიღებული არ ყოლია, ამიტომ შეგვიძლია კარგად გავანალიზოთ როგორია ის. მაგრამ უფრო მთავარი ჩემი აზრით არის სხვა რამ. ამ მაღალი ალბათობით, ჩემი აზრით მაღალი ალბათობით დაპატიმრებით და შემდგომი ესკალაციით ივანიშვილი ფიქრობს, რომ ის საკუთარ თავს გახდის უფრო მიმზიდველ სალაპარაკო მხარედ. და მას აქვს ღრმა და ფუნდამენტური კომპლექსები. ის ყოველ აი ამდენი მილიარდი აქვს, ხო? ამის მიუხედავად მუდმივად არის დაუცველი. მუდმივად აქვს განცდა, რომ ვიღაცა რაღაცა დაუმტკიცოს. მუდმივად აქვს განცდა, რომ მას ებრძვიან.
ის მაგალითად ფიქრობს, რომ კელი დეგდანი იყო ჩართული კრედიტ სუისის ამბავში, ხო? წარმოიდგინეთ. კელი დეგდანი გონია რომ იყო ჩართული. მას აქვს ფუნდამენტად ეს შეთქმულების თეორია. რატომ დაუცველობის განცდა აქვს? იმიტომ მილიარდები ვერ დაგიცავს, აქ თუ არ ხარ შინაგანად დაცული, ხო, ვერც ერთი მილიარდი ვერ დაგიცავს. და აი აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, სავარაუდოდ მას ახლა აქვს ისეთი განცდა რომ ამერიკამის არ მეიჩნია დიდ კაცად, საკვარის კაცად და ახლა გაჩვენებთ თუ არა ვარ მაგარი კაციო. 9 ვერს ჩავსვამ და აი მე მელაპარაკეთო. ჩემი აზრით ახლა არის ამ მენტალობაში. მაგრამ მესამე არ დაგვაიწყდეს რომ ჩვენ კი ხანდახან ვცდილობთ რომ დავინახოთ რაღაცა ერთიანი სურათი, ხო? რაღაცა ლოგიკაც მათ შორის საუბრობთ ეთერებში. არ უნდა დაგვაიწყდეს ივანიშვილს არანაირი ლოგიკა არ გააჩნია სიამოვნებაში. არანაირი. ამ რეჟიმს არ აქვს პოლიტიკურად გამართული ლოგიკა. ასე რომ არ დავასკვნათ, რომ ეხლა მათ იციან აპრიორი რას აკეთებენ, ხო? საერთოდ მივიჩნიოთ ასეთი რამ. არ ჩავთვალოთ, რომ მათ იციან და ჩვენ ვერ მივხვდით ბოლომდე. მათაც არ იციან. სინამდვილე არის ეს. და მე ისევ და ისევ წინა თვეებში ვამბობდი რეგულარულად და თქვენს ეთერშიც მითქვამს, რომ ისინი დადიან და ევროპელ ელჩებს თხოვენ ნორმალიზაციას, ხო? ეს ნამდვილად ასე მე ვიცი პირველ წყაროებისგან, ხო? როგორც აქ, ასევე იქ, ევროპაში. ეს დასტურდება. ის რომ ამერიკასთან შეძლებს ნორმალიზებას, ეს ყველამ ვიცით, ხო? მე შევხვდი სახელმწიფო დეპარტამენტს, იქიდან მხრიდან ისინი, აქედან კიდე კოლეგები, ეს დინამიკა იყო. ანუ ის თქვა მინდა, რომ ისინი ცდილობენ ეგებ რამეს გამოკრან ხელი, გზად, ოღონდაც, იმიტომ რომ არიან ქოცები და მაშინ სადამე რუსები, მათ არავითარი დამოკიდებულება არ გააჩნიათ. და აი ამ რაღაცა გაურკვეველ ფაფხურში არიან, თან რომ სტაბილურდება და თან ვერა, თან რომ ვითომ ტრამპი კარგი კაცია და თან რომ რა ცუდი კაცია და deep state მართავს, თან რომ ზელენსკი ომს გთხოვს, მაგრამ გაუმარჯოს ზელენსკის ხელი ჩამოვართვათ, სტრატეგიულ საკითხებზე შევთანხმდეთ, თან რომ ომში გვითრევს ევროპა თურმე, მაგრამ თან ვიცი რა, ევროპასთან ნორმალიზება და ის როგორ არ გვინდა კაცო, აი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვქია და ისა ქვია ევროპის. აგერავათო ლუქსემბურგშიო რომ დავიწყოთ ზადვართო. აი ნახეთ 4 თუ 5 მაგალითი მოვიყვანე პირდაპირაც გამახსენა უამრავია კიდე. როცა ერთიც ქოცია, მეორეც ქოცია. ამიტომ ვინმე თუ ჩათვალა რომ ქოცები არიან გონიერი ან იციან რას აკეთებენ, წარმოდგენა რა აქვს, წარმოდგენა. ცოტათი აკეთებენ იმას, რაც ესე იგი რაც უნდა ბიზნეს, ბევრს აკეთებენ იმას, რაც უნდა რუსეთს და აქ ფაფხურობენ გადასარჩენად. ანუ აკეთებენ იმას, რაც არის სწორი. აი თქვენ თქვით რომ ქართული ოცნების მიზანია ეგებ რაღაცას გამოკრას ხელი და აი ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელები იმ ფონზე, როდესაც ეს სწორედ დასავლური პარტნიორების მხრიდან ასეთი მასშტაბის კრიტიკა ისმის ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით, იცით რომ გასულ კვირას ევროპარლამენტის მწვავე ანგარიშის მიღება მოხდა, რასაც რამდენიმე დღის წინ უკვე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ოფლაიერტის ანგარიშიც მოჰყვა ევროკომისარი საქართველოს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ერთ, არამედ არაერთ საკითხზე მიმართავს რეკომენდაციის, მათ შორის კი არის მოწოდება სწორედ იმის თაობაზე, რომ გაუქმდეს ან საფუძვლიანად გადაიხედოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს შეკრებისა და მანიფესტაციის გამოხატვის თავისუფლებაზე, ისე როგორც მაიკლ ოფლაიერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გამოძიების ფარგლები უნდა გააფართოოს აქციების დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო ბრალდებებზე. აი პროცესების როგორ გაგრძელებას შეიძლება ველოდოთ, იმიტომ რომ თქვენს მსგავსად არის ვერსია, რომ ქართული ოცნება ტყვეებს აგროვებს, რათა შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ამ ტყვეებით ივაჭროს. აი რამდენად დაიწყებს საქართველოს ხელისუფლება პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირების საკითხით და საკითხზე ვაჭრობას, ეს ერთი, თუმცა მეორე მხრივ რამდენად გაყვება მას ბრიუსელი და ვაშინგტონი თქვენი აზრით. ამ ამბავში, რა თქმა უნდა, ამ ვაჭრობას გულისხმობ. ხო, გაჩე ორი შესაძლო მოდელია. ერთი არის როგორ ვთქვათ, ფინალური მოდელი, ფინალური როგორც სანამ ეს რეჟიმი არსებობს, თორე ფინალური არაფერი არ არის და ეს რეჟიმიც ძალიან დასრულდება. ეს კი არა, ნახევარგვარი რეჟიმი დამთავრდა, ხო? ავი ორბანი დამთავრდა 1000-ჯერ უფრო ჭკვიანი, უფრო კარგი, უფრო ძლიერი, უფრო მდიდარიც ვიდრე
ესენი ყველა ერთად და ის მართლა ჯერეთი განათლებული კაცი იყო, ხო, იცოდა ზუსტად რას აკეთებდა, რიტორიკა ქონდა და ესენი არიან რაღაცა წრულმანი ხულიგნები სემლეში. აი წრულმანი ხულიგნები არიან, რომელიც უკვე მოხვდნენ ძალაუფლებაში, იმიტომ რომ მათმა წინამორბედმა ყველაფერი გააკეთა ამისათვის, ყველაფერი დააშავა, იმისთვის რომ რუსეთის დაზვერვას გამოეყენებინა შანსი და მოეყვანას თავისი კაცი, რომელიც მაშინაც ჩანდა ვისი კაცი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან გამოჩნდა, ვისი კაციც არის. ხო, და ეხლა რა ხარ მოვიდნენ, ეხლა მე დარჩენ ძალისმიერ მეთოდებით, ხო, ძალიან მარტივია. უბრალოდ აი რაღაცა მითი იქნება ხოლმე, ხო, აი ბიძინა ივანიშვილი როგორი ეშმაკია, როგორი ყოვლისმცოდნეა, არაფერი მსგავსი. არაფერი. აი მარტივი კითხვა მაქვს. კაცი რითი განიშჯება, ხო? ვინ ყავს გვერდით? არა? და ეხლა რომ შევხედოთ, ამან ვინ მოიყვანა, ივანიშვილმა ვინ მოიყვანა? ყველა ციხეში ყავს ქურდობისთვის. ხო, ერთი იყო და ბავშვებს დარწავდა, ხო, ბაგაბაღებს, მეორე იყო და ჯარს დარწავდა, მესამე იყო და მოხუცებს დარწავდა. აი ესეთი კაცია ბიძინა ივანიშვილი. მან გახადა შესაძლებელი ეს ხალხი. ეხლა პანდაბუნდი ციხეში უზის, ყველა ყოფილი თავდაცვის მინისტრი რამის, ხო, ციხეში უზის, ყოფილი პრემიერები ციხეში უზის. ესე იგი ქურდების გარდა ვერავის ვერ ქმნის, ხო? და ვინმე თulis რომ დღესვით არიან აიმედი განწყობილი არიან, რატო? რატო? ესე იყო მე ამაცაც ვამბობდი, ვინც ახლა ციხეშია, რაც იყვნენ და ომი გინდაო მეძახდნენ. და ეხლა თვითონ დააპატიმრეს ეს ყველა. და მე დღესაც ვამბობ, რომ ესენიც იგივე არიან და უარესი. ეხლა ხომობენ რაღაცას. ხო, კიდევ შემდეგი მოვა თუ დაცალდათ ხვალ და ამათ მიუსვამენ იმათ. აი მინდა მაყურებელს ვკითხა, აი შეიძლება რომ ადამიანი რომელმაც ყველა ვინც მოიყვანა ძალაუფლების სადავეში, ყველა აღმოჩნდა ერთმანეთზე უარესი საშინელება. აი ამ ადამიანზე არ უნდა დაფიქრდე? რაც არ უნდა ხოცი იყო. როგორ მოხდა კაცო რომ ერთმა ბაგაბაღები გაძარცვა, მეორემ ჯარი, მესამე იმაზე დაჭერილი, მეოთხე ამაზე. ან ნორმალური ვინმე შექმნა? კითხულობ. ნორმალური პოლიტიკური ლიდერი ვინ შექმნა ბიძინა ივანიშვილმა? ხო, ძალიან როგორ ვთქვათ, ზედაპირზე არის, ხო, თუ ცოტა მაინც გაწაბავს გონებას ადამიანი. ამიტომ შეკითხონდეთ რომ შედგება ესეთი ვაჭრობა თუ კი რა თქმა უნდა აი ამ პატიმრების თემით ვაჭრობა ქართული ოცნების ერთ-ერთი მიზანი და რადგან დასავლელ პარტნიორებთან აი ამ ვაჭრობის შესაძლებლობაზე ვსაუბრობ თვითონ ბრიუსელთან ურთიერთობებზე ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ აი დასავლელი პარტნიორებისადმი ქართული ოცნების შეთავაზება არის შემდეგი, დავსხდეთ, ვისაუბროთ, მაგრამ ზემოდან თითის დაქნევით ნუ გვიყურებენ, იმიტომ რომ საქართველოს უკანა ეზო არ არისო, ეს მთლიანად ბრიუსელს ეხება, ხოლო უშუალოდ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ოფლაიერს რაც ეხება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ვახსენე, აი რამდენიმე დღის წინ ეს ადამიანი ასე დაგვეხასიათა საბჭოთა უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ოფლაერტი არის ადამიანი, რომელმაც 2024 წელს სხვადასხვა დროს რამდენჯერმე, როგორც განცხადებებით, ასევე წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ითხოვდა, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი გაუქმებულიყო. შესაბამისად, მარტივი კითხვა. ოფლაერტი ითხოვდა თუ არა, რომ კანონი არ ყოფილიყო აკრძალული და შესაბამისად ყოფილიყო დაშვებული სკოლებსა და ბაღებში LGBT პროპაგანდა. ითხოვდა თუ არა, რომ ამ თემის წარმომადგენლებს ქონოდათ შესაძლებლობა ბავშვები აეყვანათ, ითხოვდა თუ არა, რომ ჩანაწერი იცესტის აკრძალვის შესახებ ამოღებული ყოფილიყო და გაუქმებულიყო. დიახ, ეს ადამიანი ამ ყველაფერს ითხოვდა, ეს არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის შეფასება ამ ადამიანის შესახებ. აი თქვენი სათქმელი რა არის ადამიანის უფლებათა კომისარზე და ხო აი რა ვიცით მაიკლ ოფლაიერტის შესახებ? ნუ გორდულაძის თუ ვინც არის ბოდვებს მე არ ვუპასუხებ, ისინი ესხმიან თავს მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს ყველას, თვითონ არიან, აი მოდი შევხედოთ რეალობას, ხონა დაერქვა სახელი, წერა-კითხვა არიციან, მათ ნახევარს დიპლომით არ აქვს და ვისაც აქვს, უმეტესობას მე მგონი ნაყიდი აქვს, პრეზიდენტად ყავთ კაცი, რომელმაც ეხლაც ვერ გაიგო რას აკეთებს, აი გულით მეწოდება ხო ვერ გაიგო ამ კაცმა რას აკეთებს. ერთხელ დაურეკეს, უთხრეს პრეზიდენტი და გახდა და იმის მერე არის შოკში. და ყვადაღებული დადის, ხო? პრემიერად ყავთ სრულიად შეურაცხყოფი პიროვნება, რომელიც უბრალოდ შავზე გიბგიცებს თეთრს და პირიქით, გაგნებაში არ არიან არც ოფლაერტის, არც ეკონომიკის, არც ბრიუსელის, არც ტრამპის. ეგნერ გიბგიცებდნენ? აბა ტრამპი მოვიდესო 20 იანვარი, 20 რამდენი 20 იანვარი გავიდა მაგის მერე? რამდენი 20 იანვარი გავიდა? ეგრე არ გკითხებდნენ რომ უკრაინა ომში გვთავსო? ეხლა რატო ართმევენ ხელს ზელენსკის? მე ვთავდი ომში? კობახიძის ყურში მიჩურჩულესო რომ ომში ჩაერთო, ჯერ ვერ გავიგეთ მარცხნაში და მარჯვენაში, ხო? და ეხლა გამოდის და იგივე ევროპასთან დადის ბოჭორიშვილი და აქელჩევთან და ნორმალიზება მინდაო. აი ხოც რომ ნორმალური ადამიანი დაუჯერებს ან ენდობა
ხო, იქ უკვე ნორმალურობის პრობლემები იკვეთება, ადეკვატურობის. აი ეს არის რეალობა, ხო? და ეხლა რაღაცა სისულელეს რო იტყვიან, რაც ეხლა აქ მოვისმენთ კიდევ, ხო? ამას უკვე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პარანოიული ბოდვა და მეტი არაფერი. მაკა ბოჭორიშვილი რადგან ახსენეთ, ევროპელები ერთი მხრივ ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციასთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და საზოგადოება კიდევ უფრო დაიყოსო. ეს არის სწორედ მაკა ბოჭორიშვილის მორიგი განცხადება, რომელიც ამ 2 დღის წინ მოვისმინეთ. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრს სხვა განცხადებებიც ჰქონდა, რასაც მაყურებლებს რომ გავახსენოთ, რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრიფინგით გამოეხმაურეთ და როგორც თქვით, იწყებთ კამპანიას გავაგებინოთ მაკას, რათა ეს სწორედ საგარეო უწყების ხელმძღვანელს პუნქტობრივად განუმარტოთ, რა და რატომ არის მიუღებელი ევროპელი პარტნიორებისთვის ქართული ოცნების პოლიტიკასა და მათ შორის ხელისუფლების მიერ შეცვლილ კანონებში. აი როგორ ფიქრობთ, გააგებინეთ მაკას? ვერა. ეხლა თქვენ გისმენთ, მე ვფიქრობ, ჩემი ეს კამპანია ეს ერთი მხოლოდ არის კრახისთვის განწირული ჩანასახშივე. ეს რაღაც ზედმეტად გულკეთილი კამპანია არის, იმიტომ რომ მაკა ბოჭორიშვილი არის ოპორტუნისტი, არ ვიტყვი კარიერის, კარიერა კარგი რამე არის, თუ სწორი პრინციპებით აკეთებ, რატომაც არა, თუ შრომობ, მაგრამ ოპორტუნიზმი ცუდი რამე არის, ხო? მაკა ბოჭორიშვილი მუშაობდა სალომე სამადაშვილთან, ჯერ კიდევ ძველ დროში, აი წინა ხელისუფლების დროს, როდესაც სამადაშვილი იყო ელჩი ბრიუსელში და მას აქვს საუკეთესო დახასიათება ნათქვამი მაკა ბოჭორიშვილის სიკვდილების და მათ შორის როგორ გიჟდებოდა მაკა ბოჭორიშვილი, იცით ვიზე? მიშა სააკაშვილზე, დიახ. ამიტომ რა უნდა თქვა მე ამ ქალზე? ეს არის ადამიანი, რომელიც იმისთვის რაც დღეს ქვია, რა ვიცი, ყელს გამოჭირდა ვიღაცას. და როგორშიც დიდ სიამოვნებას იღებს, რომ ქვია საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ალბათ ვერ იღებს სიამოვნებას, იმიტომ რომ ვინ აღიარებს მის საგარეო მინისტრობას ტაჯიკეთში და იმებში და ორმანთან დადიოდა და იქაც ვეღარ ჩადის. აი მოკვლევის სასწაობით, ახლა დადის ტაჯიკეთში და აქ-აიქ თუ ხელი გამოკრა რაღაცა კონფერენციას იქ დადის საგარეო მინისტრი, შეიძლება ესე იყოს. ნახევარი მსოფლიო რო ხელს არ გართმევს, აი საგარეო მინისტრი ხარ. ხო, მესმის არ გამძიმია მთელი ცხოვრება ეს უნდა და ხან ერთ რეჟიმთან იყო, ხან მეორესთან. ხან ერთთან იყო დამთფარი, ყველაზე კარგად თქვა, ხან მეორესთან და მე გეუბნები ხომ ხალხს ვისმე ხოლმე, ვინც იყო მისი ხელმძღვანელები, ხო? ვისაც ახსოვთ ეს ადამიანი, როგორ გიждდება და მიშა სააკაშვილს და მე რა ვთქვა მაგაზე, ხო? და აი ეს ხელისუფლება, ეს ხალხი გამოდის პარტია და ჩემზე ამბობენ მაგალითად და სხვა ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე მათ შორის. მე რომ მე მეშვიდე და მე კლასში ვიყავი, ეგენი რომ იმ ნაცების დროს მინისტრების მოადგილეები იყვნენ და გამწესებული მართლაც deep state-ად, ხო, ვერ მოვიშორეთ ეს სენი. და მე მეუბნებიან რომ შენ ხარ ნაცი და რაღაცა, ხო, თქვა და სისხლიანი 9 წელი. ჩემ ბავშვობაზე წარმოიდგინეთ და თვითონ ყველანი იყვნენ პროკურატურებში, საელჩოებში, სასამართლოებში და ასე შემდეგ. თვითონ იყვნენ თანაზიარნი ყველა იმ გამოცდილების. რაც მაშინ იყო და მე ვარ პასუხისმგებელი. ტაჯიკეთი ახსენეთ და მოდით ამაზე ჩაგეკითხებით და ამ კონტექსტში მთავრობის საგარეო ვიზიტებით შევაფასოთ ევროპასთან ქართული ოცნება უფრო და უფრო ღრმა დაპირისპირებაში შედის, თუმცა ისამაგიეროდ ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს აზიურ ქვეყნებთან. იცით რომ ირაკლი კობახიძე გასულ კვირას ვიზიტით ჯერ ყირგიზეთში იმყოფებოდა და შემდეგ იყო ვიზიტი ტაჯიკეთში. მალე იქნება, როგორც თვითონ მთავრობის მეთაური აანონსებს, ვიზიტი ყაზახეთში, ხოლო ივლისში უკვე თვითონ უზბეკები და თურქმენეთის პრეზიდენტები ჩამოვლენ ჩვენთან. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ურთიერთობებში და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასო, ამბობს ირაკლი კობახიძე. ხო, აი რა შეიძლება ითქვას უკვე ქართული ოცნების პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებზე, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ევროპელების ჩანაცვლებას ცდილობს. ხო, პირველი თქვენ აბსოლუტურად სწორად ამბობთ, ის მიზანი, რაც ახლა გააჩნია რეჟიმს, არის ჩანაცვლება. აი ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვათ ხალხს შემდეგი. ვაჭრობა ყველასთან არის კარგი და საჭირო სწორი. რუსეთის გარდა, რუსეთთან უნდა იცოდე. გარდა როგორ რუსეთს უნდა ივაჭრო, მაგრამ რუსეთი არ არის იგივე რაც ყველა სხვა, ხო, სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ყველასთან ვაჭრობა არის კარგი. ყველასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები კარგი. ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აი როდესაც შეცდომას ჩაანაცვლო ამათით ისინი, ანუ ამ სახელმწიფოებით ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩაანაცვლო, ეს არის პრობლემა.
დღეს რა კურსად შევუყურებთ? ეს პირველ რიგში არის ჩანაცვლების კურსი. პრემიერ-მინისტრმა ღია თქვა, რომ ჩინეთი უნდა შეცვალოს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული კავშირი, ეს ერთი. და მეორე, ჩვენ ხედავთ, რომ ეს კურსი არ მუშაობს. ხო, ძალიან მარტივად გაეროს რეზოლუცია მაგალითად, ხო, რომელიც ეხლა ხან გავიდა. ამ რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი ზუსტად იმ სახელმწიფოთა ჯგუფმა, ვისითაც უნდათ რომ ევროპა შეცვალონ, ხო? მათ შორის არც ჩინეთმა, არც ირანმა, არც ინდოეთმა, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა, არც სერბეთმა, აი ახლა პრეზიდენტი ყავდათ, ხო? მაგის მე ჩამოყვანილი, ხო? აი სერბეთმა არ დაუჭირა მხარი და პრეზიდენტი ჩამოიყვანეს. აი ეს უფრო კოცურია. ანუ როგორ მე არ და ჩემი დევნილების დაბრუნებას არ დაუჭირა მხარი სახელმწიფომ და მისი სახელმწიფო მეთაური, რომელიც პირდაპირ არის განაცხადის მიღები პირი, ვუჩიჩი, ყავდა ჩამოყვანილი და დავატარებდი აქეთ იქით რომ მეტი არ უნდა ჩამოდის, ხო და რა გავაკეთე? აი მარტო ქოც შეუძლია რომ იყოს ასეთი თვითდესტრუქციული იდიოტი, ხო? რომელიც მუდმივად იმას აკეთებს, რაც ამენებს მის სახელმწიფოს და ყველა ფაქტი ამას მეტყოლებს, ხო? აბსოლუტურად. რომ არც ერთი ეს პარტნიორი არ გვიჭერს მხარს. და მესამე, მე უბრალოდ ვთვლი, რომ საქართველოსთვის და ქართველებისთვის ვერც ღირებულებითი კუთხით, ვერც გეოპოლიტიკური კუთხით და ვერც ვერანაირი კუთხით ვერ ჩანაცვლდება რეალურად ვერც ევროპული კავშირი და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. ეს გამორიცხულია უბრალოდ. პადო გრიგოლ, ერთი კითხვა რუსეთსა და რუსეთთან ურთიერთობაზეც, ხან მარია ზახაროვა და ხან ვინ და ხან ვინ კვირაში უკვე არათუ მინიმუმ ერთხელ ორჯერაც კი გვეცმის განცხადებები, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ძველი ურთიერთობები აღადგინოს. ხა ბოლო დროს საკმაოდ ხშირად მიწევს ამ კითხვის დასმა, თუმცა კიდევ ერთხელ, აი რატომ გადაგვეკიდნენ და აქვე კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის წარმომადგენლებს რუსული ენის დღის აღნიშვნა სურდათ საქართველოში, თბილისში, რამის რითაც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სხვათა შორის მომხდარის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს მარია ზახაროვა. აი რატომ უნდათ რომ მაინდა-მაინც თბილისის ცენტრში აღნიშნონ რუსული ენის დღე, როცა იციან საქართველოში ქართველების მხრიდან ამას რა რეაქცია მოხდება? აი ზუსტად მაგითო, მათი მიზანი არის შეგვაგუონ, რომ დიახაც ქალაქის თავარ მოედანზე იქნება რუსული ენის აღნიშვნის დღე. დიახაც პრეზიდენტად გამორჩეული იქნა არა რომელიღაც პირი, ხო? ყავალაშვილის მაგდ ქვარო გადააგდო, ყავალაშვილზე უკეთეს დაეცემა, ხო? აი მართლა ნებისმიერი გამლელი რო აიყვანო, უფრო ადეკვატური იქნება იმ ამპლუაში, ვიდრე არის ყავალაშვილი. მაგრამ ნახეთ, ვინ გამოარჩიეს? გამოარჩიეს ის პირი, ვინც არის პრორუსული ჯგუფის, ვინც იყო პრორუსული ჯგუფის წევრი და ეხლაც არის ხო ფორმალურად ხალხის ზალის და ვინც იყო რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი, ვინმეს ხორგორი შემთხვევით მოხდა. არა, ეს იყო აი ამაზე კაფეო როგორ ჩამდეს, ხო? ანუ ვერ იპოვიდნენ პროფესორს მაგალითად, ხო? ნეიტრალურ შვიდს, ხო, ივანიშვილს ერთად გამედარდებდა, რომ პრეზიდენტად დაესვა ვიღაც ისეთი, ვინც იქნება ძალიან შვიდი. ხო და რაღაც. ნუ ვერ იპოვიდნენ, აი პროფესორი არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ შევა გაგექცეს ხელი და ხო, წერა-კითხვა იცის და არგუმენტი აქვს. და ეგ აღარ უნდა, იმიტომ რომ უკვე ორჯერ გაექცა პრეზიდენტი, წინააღმდეგ პრეზიდენტი ორივე გაექცა ხელიდან, ხო? მის მიერვე ერთდროს მოყვანილი. მაგრამ აი ვინმე ხო შევა გეპოვნა ადეკვატური, ვინც არ გაგექცეოდა, ხო? აი იცი რომ არ გაგექცევა რა, იქნება არა, მაინც და მაინც ეს კაცი მოიყვანეს და ყველა მხოლოდ ვიკითხოთ რატო. ზუსტად და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო პრორუსული ჯგუფის წევრი და რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი. იმ 5-6 ადამიანის შორის შეიტანა რუსული კანონი. აი ეგეც მაგითო მოხდა, ეს რუსული ენის დღეს მაგითო მოხდა. იქამდე გავრილოვი რატო ჩამოიყვანეს და რატო ჩაჯდა, ესე იგი, სპიკერის სამლოცველოში, ეგეც მაგითო, რომ 100 რაღაცა წლის თავზე პირველად რეალურად რესპუბლიკის გამოცხადებიდან, ხო, ქართული პარლამენტის მთავარ სკამში ჩამჯდარიყო რუსი კომუნისტი დეპუტატი. ეგეც მაგითო მოხდა. ვინ შემოიყვანა გავრილოვი, ვიცით ხო ვინც? ირაკლი კობახიძემ და არა სხვა. სხვებს უფრო უკავშირდება ხო რაღაც ეგ მოვლენები და ღამები და გასაგებინების გამო სხვა პოლიტიკოსებთან ასოცირებს. არ დავივიწყოთ, ვისი არ გადადგომის გამო მოხდა რომ თვალები დაკარგა ხალხმა. ირაკლი კობახიძე, რომელიც ბაქოში იყო მაშინ. და შეეძლო იმ დღეს გადადგარიყო და ხალხი წავიდა სახლში. და მაგო გომურს ეკრებოდა გამართულად ყველაფერი. და არ ეკრებოდა ეს ზარალი მიყენებული. და სხვა ხალხი არ ეკრებოდა დაზარალებული. რეზინის ტყუების ძანება ვინ გასცა იმ დღეს, ვერ განამთემამდე მოვედით. ჩვენ ფაილებს გავხსნით, აუცილებლად
მეცნიერებს უნდა გადაეცეთ, ისტორიკოსებს ეს ფაილები და აი ერთ დღეს როგორც ეხლა მე თქვენ გიყურებთ და აქ ვზივარ, აი ესეთივე სიცხადით ვნახავთ ყველანი, ამას დარწმუნებული ვლაპარაკობ, რომ რუსული საგარეო დაზვერვის ოპერაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია კაცობრიობის ისტორიაშიაც კგბ-ს ჩაუტარებია. აი ეს ხდებოდა ჩვენს წლებში. მოვლენები რადგან ახსენეთ, ხა 2 დღის წინ იყო 20 ივნისი, ამ დღეს უახლესი ისტორია სწორედ გავრილოვის ღამის სახელწოდებით იცნობს, ამ თარიღთან დაკავშირებით წელსაც საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, რომელშიც სხვა შორის ლელოც იღებდა მონაწილეობას 7 წლის წინ რუსი გავრილოვი ჩაჯდა პალატის თავარ სავარჯიშში, ახლა კი ყველგან გავრილოვია, გავრილოვის ღამე, გავრილოვის დღეებად, თვეებად, წლებად გაგრძელდაო, სხვა შორის ეს კომენტარი თქვენმა თანაპარტიელმა გააკეთა. აი მოდ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 7 წლის წინანდელი მოვლენები, როგორ დარჩება გავრილოვის ღამე საქართველოს ისტორიაში, თუმცა ამავე დროს უშუალოდ აი მთავარ კითხვებზეც მინდა რომ ვისაუბროთ, რომელიც ამ ღამის მოვლენებმა დატოვა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ვინ გასცა რეზინის ტყვეების გამოყენებაზე ბრძანება, სხვა შორის აი მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ახლა უკვე ვისმენთ რომ ასეთი ბრძანება არა გიორგი გახარიას, არამედ ანზორ ჩუბინიძის მიერ გაიცა საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს. აი თქვენ რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, ვინ გასცა ბრძანება, რომლის შედეგადაც აი როგორც თქვენ რამდენიმე დღის წინ აღნიშნეთ, არაერთი ადამიანი დაშავდა და განსაკუთრებით სწორედ მაკო გომური. დიახ, დავიწყებ იმით პროექტში, გავრილოვის ღამე აღარ არის მხოლოდ ცალკეული ღამე და ერთი ამბავი. გავრილოვის ღამე, რომელიც ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო ფურცელი არის ჩვენს ისტორიაში თავის მხრივ, 20 ივნისი რო ავიღოთ, მაგრამ მოვლენათა განვითარების გამო დროთა განმავლობაში და იმ ბოლო 6 წლის და მეტის პრინციპში 7 წლის განმავლობაში რეალურად ჩვენ მივედით ისეთი ტიპის მოვლენათა ჯაჭვამდე, რომელიც თავისი არსით აღარ არის ერთი ღამე. და მართლა დავეთანხმები შევს კოლეგას თუსო ვიცი ფიქრიას კომენტარს გითხოვდი. მან ძალიან სულ გავრილოვში ნახცა და ანუ ეს გაცილებით უფრო ფართო პროცესია, რომელშიც სამწუხაროდ საქართველოს ჩაფლეს სრულყოფილად და ეს არის ზუსტად დადგება ეს კარგი დღე, როდესაც ქართველები იქნებიან ისევ ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, ჩვენ ნახავთ წესით იქნება შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია, თუ ისე ვალავ ვიცით, რომ მოყოლებული მინიმუმ მაგ დროიდან და აი შევხედოთ, სულ არის ქაოსი, სულ არის კრიზისი, სულ არის სტაგნაცია და სულ არის რუსეთის პროვოკაციული ერთი მეორე თუ მესამე ფორმით ჩართულობები, ინტერვენციები, ხო? სულ მუდმივად. ყველაფერი რაც მოხდა მინიმუმ ამ დროის აქეთ არის რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაცია, ამიტომ ეს არის ერთი დიდი გავრილოვია და რასაც ქვია, ხო, სამწუხაროდ, რომელიც არცად არ წასულა. აქ არის იგივე ლოგიკა მართავს, რაც მას მართავდა. ტექნიკურ ოპერატიულ დონეზე რა როგორ მოხდა, ძალის გადამეტება, ძალის პროპორცია და სხვა, ჩემთვის დღემდე შეიცავს ძალიან ბევრ კითხვას და სურვილს, რომ ყველაფერს ნათელი სახელი ერქვას სამართლებრივად და პოლიტიკურად, მაგრამ ამას სჭირდება ადეკვატური რეჟიმი, იმიტომ ასეთი რეჟიმის პირობებში არაფერსოც არ ქვია სახელი, არც ამას არ ეკრება. და აი როცა იქნება ადეკვატური რეჟიმი, მე ვფიქრობ, არც ერთი დღე, არც ერთი მომენტი უნდა დავტოვოთ ჩვენს ისტორიაში, ხო და აი ეს იყო აქამდე სულ პრობლემა. სულ ეს იყო პრობლემა და თქვენ შეიძლება უკეთ გახსოვთ და უფრო მეტი ხანია, რაც საზოგადოება ასპარეზზე ხართ და აშუქებდა. პრობლემა ყოველთვის იყო ჩემს ერთი. რა, რომ არასდროს არავის და არაფერს სახელი არ ერქმეოდა. არავინ არ აგებდა პასუხს და ასე შედა. ამიტომ გამომპალ ფუნდამენტზე დგას სახელმწიფო და ესეთი სახელმწიფო ვერ გაიხარეს. მე მევქრობდი, რომ ყველაფერს ერქვას სახელი და ერთიანად, შვიდად, კანონიერად გავაგრძელოთ უკეთესი საქართველოს შენება.